ნამდვილად ასე არის. ლაშა პატარა ანალიზი გავაკეთეთ აგერ ხო ხედავ. კი, ვისაუბრებთ საფეხბურთო ამბებზე აუცილებლად. თუმცა ბოლოსკენ შემოვინახოთ ჩვენი სტუმრების აზრით საინტერესო იქნება ამ თამაშზე და მანამდე უნდა მოვყვეთ აუცილებლად ზივდოს ამბები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა გვიწევს და სპორტის სასახლეში იქნება. კი ბატონო, უნივერსიტეტის ახალ სპორტის სასახლეში მოკლედ 3 დღის განმავლობაში თბილისი იქნება ზივდოს მსოფლიო რუკაზე 4 დღის განმავლობაში, უკაცრავად 16-დან 19 აპრილის ჩათვლით და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სპორტსმენებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის, გიორგი ათაბეგაშვილი, ლევან ოზაძე, საქართველოს ზივდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი არიან ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ და მინდა რომ სანამ უშუალოდ დეტალებზე გადავალთ და შიდა სამზარეულოს ამბებს გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს, მანამდე მოვყვეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პაუზა გქონდა ამ ხრივ 2009 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობთ ევროპის ჩემპიონატს და დარწმუნებული ვარ, სამზადისი შესაბამისად ცოტა უფრო ამაღელვებელი და განსაკუთრებული იყო ამ ღონისძიებისთვის. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სრულიად საქართველოს 9 აპრილი, რაც არის ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების დამოუკიდებლობის დღე, ასევე მინდა მთელს ქვეყანას მიულოცო მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გვფარავდეს უფლის მადლი სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ მრევლს. რაც შეეხება ჩვენს ევროპის ჩემპიონატს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს ჩვენს დედაქალაქში, რა თქმა უნდა, წლის უმთავრესი სპორტული მოვლენა არის, ვინაიდან 17 წელია, 17 წლის უკან ჩვენ პირველად უმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს და ესეთი დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის აღარ ვიმასპინძლია, ასე რომ მოგვეცა საშუალება უკვე რომ ხელმეორედ უმასპინძლოთ ამ მართლაც უდიდეს ღონისძიებას. რაც შეეხება მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიების ჩატარება, რადგან ჩვენ ქვეყანას ეწევა უამრავი გამოჩენილი ტიტულოვანი სპორტსმენი, უამრავი უცხოელი და გულშემატკივარი, ასევე საერთაშორისო მედია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას და ჩვენს გაიზიარებენ ჩვენს სტუმართ მოყვარეობას. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ღირსეულად დავხდეთ ამ უდიდეს ღონისძიებას და წლის დასაწყისშივე დავიწყეთ ამისთვის მზადება ამ ღონისძიებისთვის. წლის დასაწყისში უკვე მასპინძლობდით ჩვენ ევროპის ფედერაციისგან მოგზავნილ ექსპერტებს კომისიას, რომელმაც ნახეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, კერძოდ თბილისი არენა, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც გაიმართება ეს ღონისძიება და სრულად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, რაც საჭიროა ესეთი ღონისძიების გასამართად. ასე რომ ჩვენ მზადა ვართ, ზივდოს ფედერაცია, მისი გუნდი, რომ მივიღოთ ეს ჩვენთვის გამოწვევა და სასიამოვნო გამოწვევაა, ჩვენ მზადა ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ჩვენ მზადა ვართ ვინც გვადევნებს თვალს, ჩვენი გულშემატკივარი, ასევე ჩვენი სტუმრები, სპორტსმენები და უვიწყარი შთაბეჭდილებებით გაუშვათ ჩვენი დედაქალაქი. შემადგენლობაზე ვისაუბრებთ აუცილებლად ცოტა ხანში კიდევ უფრო დეტალურად და მაყურებელი ვინც არ იცის დარწმუნდება რამდენად სანახაობრივი იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის. თქვენ ახსენეთ კომისიის სტუმრობა რამდენჯერმე ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ალბათ სხვადასხვა ეტაპზე იღებდნენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჭირო იყო მე ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად. 46 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი უნდა ჩამოვიდეს ჩვენს დედაქალაქში, რაც დამეთანხმება ალბათ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და პრაქტიკულად მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ უნდა გავაცნოთ ჩვენი თავი არა როგორც ზივდოს სამშობლომ, არამედ სხვა ჩვენი ღირსშესანიშნაობებით შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ მათ. როგორ ხდება, რახან ვისაუბრეთ ამ კომისიის დელეგატების სტუმრობაზე, როგორ ხდება ზოგადად მოთხოვნა მასპინძლობაზე და რა ეტაპები არის ხოლმე შემდეგ გასავლელი, რომ თქვათ რომელიმე დიდი მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ ჩვენს ქვეყანაში, ეს ნაწილიც რომ მოვუყვეთ გიორგი მაყურებელს. კი ბატონო, პირველ რიგში მეც შეუერთები ლევანის პათოსს და დღეს 9 აპრილია და მინდა დიდება ვთქვათ იმ გმირების
ვინც მოგცა თავის დროზე თავისი ქმედებით ის მუხტი დაძალა რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში ჩაგვეტარებინა ასეთი მასშტაბური ღონისძიება როგორც არის ევროპის ჩემპიონატი. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობა, რომელიც როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და ტურისტული კუთხით. თბილისს, როგორც აღნიშნეთ, ეწევა არაერთი სტუმარი, საერთაშორისო მაღალი დონის პირები, ადამიანები, რომლებიც თავის მხრივ რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და ცნობადობას უფრო შეუწყობს ეს ყველაფერი ხელს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმას, რომ მომავალი თაობისთვის ისინი საკუთარი თვალებით დაინახავენ, ახლოს იქნებიან დიდ სპორტთან და მათ მიეცემათ იმის საშუალება, რომ მომავალში თვითონაც ბევრი იშრომონ, რათა მიაღწიონ ასეთ დიდ მიზნებს. რაც შეეხება თვითონ ღონისძიების მოპოვებას, იცით რომ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გრანდსლემის ტურნირი, ასევე ჩვენ მასპინძლობთ ევროპის ძიუდოს კავშირთან ჭირო თანამშრომლობა გვაქვს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გვაქვს ევროპის თასის ღონისძიებები, ასე რომ ეს ნდობა, რომელიც არსებობს ძიუდოს ფედერაციას და საერთაშორისო ფედერაციებს შორის, ეს გახდა ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება. პლუს ამას ემატება ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც კონსტიტუციის დონეზე არის გარანტირებული, ის მხარდაჭერა და განვითარება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გვაქვს საქართველოს და შესაბამისად ეს ყველაფერი საერთო ჯამში ისახება იმაზე, რომ გვეძლევა საშუალება თუნდაც იგივე ფინანსური კუთხით, ლოჯისტიკის კუთხით ჩავატაროთ ესეთი ღონისძიება, ისეთ თუნდაც არენაზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აშენდა თბილისში და ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, თუნდაც ის კომისრები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ შესაბამის ინსპექტირებაზე, მათი მხრიდან ყველა ის პუნქტი შეიძლება ითქვას მწვანეფრად შეიღება და მზად ვართ ყველანაირად, ყველა მათი მოთხოვნა მივიღებთ და ზუსტად ერთ კვირაში თბილისში იქნება ძიუდოს გული იფეთქებს აქ, უმასპინძლებთ რა თქმა უნდა ყველას ისე რომ მათ არ დაავიწყდეთ ეს დღეები, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სლოგანიც თბილისი ძიუდოს ევროპული დედაქალაქი და რომელსაც მე დაემატა ერთად ვიბრძვით და ერთად ვიმარჯვეთ. თბილისი ძიუდოს ევროპული დედაქალაქი არ არის მხოლოდ ამ 4 დღის განმავლობაში, ზოგადად ასია ეს გულშემატკივრის სუბიექტურის და ალბათ ობიექტური გამოკვლევებაც არის, იმიტომ რომ გვაქვს კი, ეს სპორტის ის სახეობაა, სადაც ყველაზე მყარად ვდგავართ და ზუსტად ვიცით რა არის ის სიმაღლე, რომელიც ეკადრება ქართულ ძიუდოს. კონკურენტ უნარიანი გარემო ახსენეთ და ძალიან საინტერესო შემადგენლობა იყვის თავს. 7 ოლიმპიური ჩემპიონი, 23 მსოფლიო და 36 ევროპის ჩემპიონი. თანავარსკვლავედი პრაქტიკულად თამამად შეიძლება ითქვას ძიუდოს სამყაროს ერთად იქნება ამ დღეების განმავლობაში თბილისში. მაგრამ არანაკლებ ну ეს არ მინდა რომ სხვა სპორტსმენები დავაკინო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ვარსკვლავური შემადგენლობით ხვდებით ჩვენ და თან პირველად ხდება რომ როგორც ქალთა შეევა ასევე ვასთა შორის სრული შემადგენლობით, სრული მზადყოფნით ხდება ძიუდოს ნაკრები. ამ ნაწილზე ვისაუბროთ ჩვენი შემადგენლობა, ჩვენი მოლოდინები და მდგომარეობა. ალბათ პირველ რიგში ეს გვაინტერესებს, როგორ არიან, ხო ჯანმრთელად არიან და რაიმე ხო არ აწუხებთ ჩვენ სპორტსმენებს. ну რა თქმა უნდა ამაზე კარგი იქნებოდა თავის გაეკეთებინა, ვიცით რომ რაღაც კავშირის პრობლემაა, მაგრამ ვართ ევროპის ჩემპიონის დაწყებამდე ლაშასთან აუცილებლად გავისაუბრებთ. აუცილებლად და დეტალურად კიდევ უფრო მეტად, მაგრამ თქვენი ინფორმაციით შესახებ ჩვენი ინფორმაციით მე პირადად ყოველდღიურად მიწევს შეხება ნაკრების წევრებთან, ასე რომ რაც თქვენ ბრძანეთ ბატონო ლაშა, გუნდი არის სრულ მზადყოფნაში და გუნდი არის სრულად, როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდი არის სრულად დაკომპლექტებული, რაც აქამდე არც ერთ ოფიციალურ ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ყოფილა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 18 სპორტსმენით მივიღებთ ამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას საკუთარ კედლებში, ასე რომ ჩვენ მზადავართ ამ გამოწვევისთვის, ჩვენ მზადავართ მაქსიმალური ძალით და შემართებით მინიმალური დანახარჯებით ჩვენს სტუმრებს უმასპინძლოთ და ღირსეულად რა თქმა უნდა ღირსეულად ვებრძოლოთ და ამის ფარგლებში ვიზეიმოთ ჩვენი წილი გამარჯვება. გუნდი მზადყოფნაშია, როგორც გოგონების, ასევე ვაჟთა ნაკრები და მაქსიმალური ძალებით შევეცდებით ერთად გავახაროთ ჩვენი ქართველი გულშემატკივარი.
ჩვენ შემადგენლობას კიდევ უფრო სიღრმეებში რომ შევყვეთ 2 ოლიმპიური ჩემპიონი. 6 მსოფლიოს ჩემპიონი, თუ რამე შემეშლება, ესე ჩემი სწორედ. 8 ევროპის ჩემპიონი და 4 ოლიმპიური პრიზიორი არის ჩვენს შემადგენლობაში. წონით კატეგორიებში რომ ცალ-ცალკე მივყვეთ, პრაქტიკულად ყველა წონით კატეგორიაში რომ ავიღოთ ოქროს медаლი, არაფერი ამაში სენსაციური არ იქნება, იმიტომ რომ ყველას აქვს რეალურად ამის შანსი, მაგრამ ალბათ რაღაცა რაოდენობა არის, რომლის ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში შეიძლება რომ თქვა სპორტული კუთხით, თქვა ბოლომდე ნასევნები არ დარჩეთ თქვენ. აი რა არის პროგრამა მინიმუმი, რამდენი медаლი უნდა ავიღოთ ამ ევროპის ჩემპიონატზე და თან ძალიან საპასუხისმგებლოა, ხო ხე დარწმუნებული ვარ თავად სპორტსმენებისთვისაც ბევრად მნიშვნელოვანია სახლში ასეთი ღონისძიების ჩატარება, ვიდრე თუნდაც ოლიმპიური თამაშების თამაში სხვა ქვეყანაში. სახლში გამოსვლა სხვა ხიბლი აქვს. მოკრძალებულები ვიყოთ ამ შემთხვევაში. პროგრამა მინიმუმი იქნება უკეთ ვიდრე მონტენეგროში, ანუ წინა ევროპის ჩემპიონატს გულისხმობ, სადაც ჰქონდა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონები გავხდით გუნდურ ჩემპიონატში, ეს მესამე ოქრო იყო და ჩვენი სურვილი და მოკრძალებული ესე რომ ვთქვათ მოკრძალებული ამ ზღვარს რო გადავახავთ ამაში მინიმუმ ეს უნდა შესრულდეს და მაქსიმუმ როგორც ბრძანეთ ნებისმიერი წონა, რომელ წონასაც არ უნდა დავასახელოთ ნებისმიერ ზონაში ჩვენ მოვიაზრებთ ევროპის ჩემპიონს, დაწყებული 60 კილოდან დამთავრებული მძიმე ზონის ჩათვლით. ხო, ძალიან რთულად წარმოსადგენია. ჩვენ საკმაოდ დაბალანსებული და ერთ-ერთი სტაბილური გუნდი, ვინც ყოველთვის აჩვენებს შედეგს. ჩვენი საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე, ანუ მაქსიმუმი რაც აგვიღია ინდივიდუალურ ასპარეზობებში, ეს არის 3 ოქრო. და რა თქმა უნდა, ის პათოსი რომ გამოვიდეთ იმაზე უკეთ, ეს არის პროგრამა მინიმუმი და როგორც პროგრამა მაქსიმუმი იქნება, რომ ის გავიმეოროთ და მერე გავაუმჯობესოთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება რომ ამ ყველაფერში ხელი შეგვიშალოს, ხო? ის ფაქტორი თუნდაც რამდენი ტოპ ელიტა, ვინც კი არსებობს საერთოდ ევროპაში, ყველა იღებს მონაწილეობას და ადვილი არ არის, რა თქმა უნდა, ამას ემატება პლუს მაყურებლის ფაქტორი. ჩვენ აქ სახლში ვასპარეზობთ და შეიძლება ეს ნერვიული დაძაბული ფონი იყოს ოდნავ, მაგრამ იქ სადაც ხალხის ძალაა, რა თქმა უნდა, იქ გამარჯვებას ახლოს დადის და ჩვენი სურვილიც ეს არის ყველას ერთად, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი медаლი დარჩეს საქართველოში. კი ბატონო, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 16-დან 19 აპრილის ჩათვლით თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას და ასე დროს ალბათ სპორტსმენების წნეხის მოსახსნელად ძალიან დიდ როლს თამაშობენ კომაგები, ამიტომ სავსე ტრიბუნები, გულშემატკივრობა და იმ სიყვარულის გაზიარება არის ის ერთადერთი, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენ რიგითმა გულშემატკივრებმა ჩვენ სასახელო სპორტსმენებს გადავცეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელსაც გავაუმჯობესებთ და ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ევროპა, რომელზეც გვიასპარეზია, იმიტომ რომ მართლაც შტამბეშტავი შემადგენლობა ყავს და ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ღონისძიება, უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენ ვართ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენთან იყავით. რა თქმა უნდა, ღონისძიების დაწყებამდეს და დაწყების დროსაც არაერთხელ მოგვიწევს მაყურებელთან საუბარი. მინდა რომ გისურვოთ წარმატებები და პირველ რიგში გისურვოთ აღდგომის მსგავსი დღესასწაული წინასწარ, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენს და ჩვენს ნაკრებს. გილოცავთ ასევე ჩვენს ძიუდოს ფედერაციის სახელით კიდევ ერთხელ მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ფარავდეს უფალი. გელოდებით თბილისი არენაზე. აუცილებლად გესტუმრებით, გელოდებით.